ხელოვნური ინტელექტის აზრი, მამარდაშვილი თუ ბარსელონას მეკარე. ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის, ეს ბრძოლაა გამოცდილებასა და მომავალს შორის. ერთ მხარეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ბარსელონას ცოცხალი ლეგენდა. მეორე მხარეს გიორგი მამარდაშვილი, ქართველი ტიტანიკი, რომელიც უკვე ევროპის ტოპ მეკარეებს გვერდით უდგას. რას ამბობს ხელოვნური ინტელექტი? ამ წუთისთვის ტერ შტეგენი უფრო გამოცდილი და სტაბილურია. მისი თამაში ფეხებით უბრალოდ ფენომენალურია. ის ძლებია უმაღლეს დონეზეა. მაგრამ თუ მომავალს შევხედავთ, მამარდაშვილს ყველა შანსი აქვს, რომ მას გადააჭარბოს. რეაქცია, სიმშვიდე, უშიშარი სეივები. და ამას აკეთებს მხოლოდ 23 წლის ასაკში. შედარება ძირითადი კრიტერიუმებით და კრიტერიუმი გიორგი მამარდაშვილი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ასაკი 23 წელი 32 წელი სიმაღლე 1.97-1.87 რეაქცია ელვისებური მაღალი თამაშის სტილი ხაზზე ძლიერი კარგად კითხულობს შეტევას თამაში ფეხებით კარგია, მაგრამ ჯერ არა ტოპი ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში ლიდერობამ 7 თავდაჯერებული გუნდის კაპიტანი პოტენციალი ძალიან მაღალი უკვე რეალიზებული დასკვნა ხელოვნური ინტელექტის აზრით დღეს ტერ შტეგენი. ხვალ მამარდაშვილი, თუ ის ასე გააგრძელებს, სულ რამდენიმე წელში გახდება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და შესაძლოა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი. შენ ვის აირჩევდი? მამარდაშვილი თუ ტერ შტეგენი? დაწერე კომენტარებში და გავიგოთ, ვის მიენიჭებთ ფინალის მეკარის როლს.